აი მე და კრუიზერები ხო ძალიან მოყვარულები ვართ ზოგადად რა ერთმანეთის და просто ახლოდან დაათვალიერები და მის რა ნაკეთობა არის რა ძალიან აფასებენ აქ ევროპაში ზოგადად კრუიზერებს ნუ ეს გულწრფელი არის და რო დადიხარ და ამას გამოსცემს ყოველ წუთას ნომერიც ძალიან მაგრად აქვს და просто ხელით არის გაკეთებული მთლიანი მოტოციკლეტი რა просто ნახე რა ლამაზად არის გაკეთებული ტიპმა გააკეთა არ ვიცი ეს ასწავლი ნაკეთობა არის იცი აბა მიხდება აბა ნახე ცოტა კარჩ კიდე ერთი 20 კილო მინდა ცოტა წვერი მინდა დიდი და ეგ არის ძალიან მაგარი როჟაა ბიჭო ძალიან კაი ტიპია მაგრამ ძალიან კომფორტული იქნება ეხლა ამით მგზავრობა ეხლა შორგზაზე ამით წასვლა აი არაფერი არ არის ჩვეულებრივად ჩახო ნებისმიერ ქვეყანაში ამ ბაიკით ისე რომ ვაფშე არ მოგწყინდება მოკლედ 2009 წლიანი Street Glide არის რომელიც არის custom ან თვითონ გადააკეთა ტიპმა თავისი ხელით შექმნა ეს ყველაფერი როგორცაც ხედავთ ეხლა თქვენ და მე მგონი ძალიან ლამაზობა არის ძველებურ სტილში არის თითქოს ჟანგიანი არის გაკეთებული რა გვერდზე მოყვებოდა მთელი გზა მუსიკები ჩართული და მოკლედ ძალიან ეფექტური იყო რა წამეხშიგნითაც დავათვალიეროთ რა ხდება და როგორ ხდება ხო ჯერ არ მithქვავს მაგრამ მოვედით პრაღაში ვართ ჰარლი დევიდსონის მუზეუმში წავით მეგობრებო 1 საათი გვაქვს იმისთვის რომ დავტყვეთ იმ სილამაზეებით რაც შიგნით გველოდება წამო დავათვალიეროთ ერთად აუ ეხა რამდენი ჩემი კრუიზერისტი მეგობარი მახსენდება ვერც წარმოიდგენთ აუს აი სუნიც კი ჰარლის სუნი არის ეხა შეგნით სასწაული ადგილია რაღაცნაირი სული ტრიალებს როგორც ჰარლისტები იტყვიან აუ რა მაგარია წამო გარეთაც დავათვალიეროთ გარეთ აყენია ძალიან ბევრი რაღაც აქედან ვხედავ მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩემი სტილი საერთოდ არ არის და საერთოდ არ ვარ ჰარლის მოყვარული აი მაინც ძალიან შინაურული გარემო არის რა დავით გარეთ დამადგილ გულზე დამადგილ ლექსი ხო იცი და აი ჰარლიზე ესე აი ჰოპა და მოდიხარ მე აი აქ თან მაგლექსი მეორებ რა მე მოდიხარ აქ ესე უკვეთავ რაღაცებს აქ და მოვაქვთ შვენიალური სენდვიჩები და წვენები და უყურებ აი ამ სილამაზეებს რაც წინ გაქვს აი ვაფშე საერთოდ არა ვარ ჰარლისტი მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს კრუიზერი რომელსაც ძალიან უყვარს და მათთვის აქაურობა არის 64 აბსოლუტური ძალიან ლამაზად გამოიყურება ეს ყველაფერი თან მithumetes ჰარლის სპეციფიკა ისეთი არის რომ აი პერფექციონიზმზე და იდეალიზმზე არის დაყრდნობილი და შეგით როგორც კი შედიხარ ოთახში ეგრევე ხვდები რა მაგრად აი აქაურობის მეპატრონე 64-ია ჩვეულებრივად და რა მაგრად აქვთ ნაფიქრი აქაურობის მოწყობაზე ყველაცენ რომელ ქვეყანაში ვარ დამყოფი ჰარლის ცენტრში ყველგან ესე არის რა ყველაზე აი მოწესრიგებული ჰარლის ცენტრია ხოლმე ყოველთვის რა ნახოთ რა ვიცი დავტყვეთ ცოტა ხანი 1 საათი გვაქვს აქ ყოფნისთვის და სულიერ სიმშვიდე ვპოვოთ აქ ჩემთვის ძალიან არასტანდარტულ სიტუაციაში ვარ, ცოტა უჩვეულო გარემოში.
მოკლედ აქ ყავს Harley Davidson 2025 წლის Sportster S, რომლის განხილვასაც შემოგთავაზებთ დღეს პრაღიდან. ჩვენ შევთავაზეთ, რომ როდესაც გვექნება რომელიმე ქვეყანაში შესაბამისი დრო, აუცილებლად ვიქირავებ მოტოციკლს და შემოგთავაზებთ რევიუებს სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა კლასის მოტოციკლებით. ამ შემთხვევაში ყავს Harley Davidson, როგორც გითხარით, 2025 წლის მოდელი, სულ ახალი, გავლილი აქვს რაღაც 200 კილომეტრამდე აქვს გავლილი სულ მოტოციკლს და 2025 წლის Sportster S არის ეს. ამ მოტოციკლზე ზოგადად ამ მოდელზე პირველად ჯდები, აქამდე არასოდეს მქონია შეხება, ტესტ დრაივს შემოგთავაზებთ ქალაქში, პრაღის ქუჩებში, გეტყვით ჩემს აზრს ამ მოდელთან დაკავშირებით და გაგაცნობთ ზოგადად ამ მოტოციკლის მონაცემებს. ზოგადად ეს მოდელი 4 ფერში შემოგთავაზა Harley-მ, ამ შემთხვევაში ყავს ნარდო გრეი, თუმცა ამის გარდა არსებობს შავი, შინდისფერი და ლურჯი ფერები. სხვადასხვა ფერების მიხედვით სხვადასხვა ბიუჯეტის დამატება გვიწევს ამ მოდელის ყიდვისას ცენტრში. ეს კონკრეტული მოტოციკლი 16,000 евро ღირს, თუმცა 500-დან 900 ევრომდე არის შუალედი ფერების მიხედვით. ამ მოდელში გვაქვს 1250 კუბური სანტიმეტრის ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 121 ცხენი ძალას და 93 ნიუტონ-მეტრს. მთელი მოტოციკლის მასა 230 კილოგრამი არის ქარხნული, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს შეცვლილი მაყუჩი, რომელიც არის კარბონის დანამატებით და შესაბამისად წონაც უფრო ნაკლები აქვს და მონაცემების პერფორმანსი ცოტა უფრო გაუმჯობესებულია. გვაქვს ასევე 12 litrიანი საწვავის აუზი და რაც ყველაზე მეტად ხაზგასასმელი არის მისი სამუხრიჭე სისტემა. მე ჯერ არ მქონია ამ მოდელთან შეხება, თუმცა ერთი სული მაქვს, როდის გავული და ვნახავ რეალურად შეესაბამება თუ არა ის მონაცემები, რასაც მასზე საუბრობენ. Brembo სამუხრიჭე სისტემა გვაქვს როგორც ზედა მასტერი, ასევე ქვედა სუპორტი, წინაც და უკანა მუხრიჭებზე. მგონია რომ ძალიან კარგი მუხრიჭები უნდა ქონდეს წესით. ასევე გვაქვს ამორტიზატორები, რომლებიც რეგულირებადი არის როგორც წინა, ასევე უკანა და 12 litrიანი საწვავის აუზი. ეს შუქნიშანი რამდენჯერმე გავიარე და ვერ დავამოყამე გალდიაში რატო უზით ეს შუქნიშანი? რავი, იპარავს ვინმე ამ შუქნიშნებს თუ რატო გადაწყდა რომ გალდიაში უნდა იჯდეს ვერ მივხვდი. კაი, მოკლედ, პირველი შეფასება, ესე ვთქვათ, გონია რომ რაღაცა სტრიტზე ვარ და არა კრუიზერზე. ზოგადად მოდელიც მსგავსი არის. აი, მშვენიერი Kawasaki, hello. 650 იყო ეგ. ამ შემთხვევაში ყავს Sportster S 2025 წლის. გარბენი გვაქვს 200 კილომეტრიც კი არ გვაქვს 159 კილომეტრი გვაქვს გარბენი, მოკლედ. ხო, ცოტა უცხო არის ზოგადად. სხვა ქვეყანაში ტესტ დრაივიც უცხო არის და ასევე უცხო არის ეს კლასი ზოგადად ჩემთვის. დიდად არ ვარ ამ კლასის მიმდინარეობის მოყვარული. თუმცა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელსაც ძალიან მოსწონს ეს კლასი, ეს კატეგორია მოტოციკლების. მათ ძალიან გაუხარდებათ, მე მგონი ჩემი ამ მოტოციკლზე ხილვა. ხო, ჯდომას რაც შეეხება, აბსოლუტურად აი ზუსტად ის გზნობა, მაგრამ უბრალოდ სტრიტზე ვზივარ, არანაირი განსხვავება. ჩვეულებრივი სტრიტის ჯდომი აქვს. თუმცა თორკი ნამდვილად ჩვევა თავისას 93 აქვს თორკი ნიუტონ-მეტრი და აშკარად იგრძნობა ეს. კი, ნამდვილად კარგად მიდის, სადმე ცოტა სწორი ადგილი როცა იქნება, ჩავაჭიროთ და ვნახოთ რას შემოგთავაზებს ქალბატონი Harley. Woohoo! საწვავი გაზდის. ძალიან მეციდება. კაი, მაგრამ თბილისზე რო გადმოვიტანოთ, ეხლა დაახლოებით რო აგიხსნათ ახალ გზაზე ვარ. სანაპიროზე არა, აი ახალი გზა რო არის, დაახლოებით ეგეთი ლოკაცია არის. და ნახულობ რას და როგორ იზავს. რამდენიმე წუთია უკვე ამ მოტოციკლს ვატარებ, მართავ და კარგი დადებით შემიძლია თქვა პირველ რიგში ის, რომ საერთოდ არ იგრძნობა წონა, რომ ამ ხელა მასა არის, 230 კილო არის და ჩვეულებრივი აი 650 მაგალითად რომ ატაროთ, ზუსტად გვენია რომ იგივე მართვის სტილი აქვს, რაც მას. სიმძიმის ცენტრი ძალიან დაბლა აქვს, შესაბამისად მარტივია მანევრში. ეს სარკეები არის ამაზრზენი და არაფერი არ ჩანს აბსოლუტურად და მხოლოდ სილამაზისთვის აყენია ეს სარკეები, მეტი არაფერი ფუნქცია ამას არ აქვს.
უარყოფით რო შევეხოთ, აი Harley-ს ქარხანას მინდა პირდაპირ მიმართო. აი ეს რა არის ბიჭო? აი ეს საწავის ავზი რა, უბედურება, სულ ბენზინიანი ვარ. არ ვიცი ახლა გამიშტება თუ არა ერთ წამი. ბიჭო სულ ბენზინიანი ვარ. აბა არ ვიცი ხედავთ თუ არა, მაგრამ აი საწავი ვიცი, ამათის გეგონება არც ახურავს ხუფი. საწავისავს. სულ ბენზინიანი ვარ, სუსველი ვარ. 2025 წლის მოტოციკლეტია, ბიჭო. რა გახდა ერთი ხუფის გაკეთება? სხვა ჰარლებზეც რაზეც მჯდარ ვარ, რაზეც რა ორი ჰარდი მახსოვდება, რომელზეც მსგავსი პრობლემა იყო. ზუსტად მათაც აი ეს ხუფიდან გადმოსული ბენზინი ახასიათებდა და აი ახლა შარვალი მაქვს სველი, მგონი არა ჩავიფსი 2025 წელია. ბიჭო 2025 წლის მოტოციკლი არის. რამე 90-იანების მოტოციკლზე კი არ ვჯდარ, კი არ ვზივარო, რაღაცა რეზინი იყოს გამხმარი ან მსგავსი. ანუ 2025 წელია და აი ამას შეხედეთ, აი ეს რა უბედურება. ვის მოგწონთ ეს? ოხ, ჩემი არ ვიცი, ნუ არ ვიცი, ვის და რანაირად შეიძლება ის აკმაყოფილებდეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი სირცხვილია. აი, იმენა ტეხავს Harley. ეს სირცხვილია. აი, აქ რაზეც შეიძლება და რომ პლუსი მოვაპარაკა, აქ ეს ყველაფერი გაამინუსეს. აი, საშინელება არის. მართვაში, მართლა მანევრის თვალსაზრისით, მართლა ძალიან კაი ტიპია. მოსახოებს იდეალურად გადის, რაც ნახე მაღალ სიჩქარეზე და დაბალ სიჩქარეზეც. ო 1250 კუბური სანტიმეტრი გვაქვს, პორშინი გვაქვს, ჩემს თავზე უფრო დიდი და შესაბამისად თორქიც ექნება, რა თქმა უნდა. ვერ ვიტყვი რომ ამას არ მოველოდი და ვაიმე რა საოცრება არის მეთქი, რა თქმა უნდა ამხელა კუბატურას, ამხელა თორქიც ახასიათებს. აი მოულოდნელობისგან უბრალოდ ცოტა გაოცებული ვარ, ცოტა არა ძალიან გაოცებული ვარ, იმიტომ რომ არ მეგონა რომ 2025 წლის Harley-ზეც იგივე პრობლემა იქნებოდა. ამ საწავის ავსთან დაკავშირებით, აი სუსველი ვარ, გონი რა ჩაფსმული ვზივარ ახლა მოტოციკლზე და თან უყარ ვარ. თან ყველაზე საოცრება და მაგარი ის არის რომ მგონი რომ ავფეთქდები ახლა. ეს საწავი მოკლედ აქედან რაც გადმოდის, პირდაპირ ჩამოდის აი აქ, სადაც არის გლუშიწელი, მაყუჩი. აი მაყუჩს ეწვეთება პირდაპირ აი ეს გადმოსული საწავი და აი ნებისმიერ წამს შეიძლება უწევ Ghost Rider-ი გავუჩითო. შეიძლება ამვალდე, თუ ვერ არის. ამვალდე. აუ საოცრება, ზაღადაობა, აბა შეხედეთ, და პირდაპირ ჩადის ეგრევე მაყუჩზე ეს საწავი, რაც გადმოდის აუზიდან და გაუცებული ვარ 2025 წლის მოტოციკლისგან, ამას ნამდვილად არ მოველოდი. კაი. დანარჩენი რა შემიძლია თქვა ამ მოტოციკლზე, რაც შემიძლია ამ მოტოციკლზე თქვა ის არის რომ სიმძიმის ცენტრი და გაუნარი არის ძალიან მარტივი სამართავი. გოგოებიც კი, ან ცუდ კონტექსტში ამას არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ გოგოებს რა თქმა უნდა, ჩვენ დაშდარებით შედარებით ნაკლები აქვთ ცხენიზალები ესე ვთქვათ, კუნთებში და შესაბამისად ცოტა უფრო მეტად მგრძნობიარეები არიან წონის მიმართ. შესაბამისად ეს მოტოციკლი უკვე ძალიან კარგი იქნება მათთვის, ვისაც ზოგადად მოტოსამყაროში შემობიჯება სურს და მათთვის, ვისაც ეს სტილი მოსწონს, იმიტომ რომ ძალიან მარტივი სამართავი არის. ისევ რასაც ვამბობდი, რა თქმა უნდა, ოდნავ ჩააჭერ თუ არა, ეგრევე მთელი საწავის აუზი გეცხმევა თავზე და ეს ძალიან ცუდია, ძალიან დიდი მინუსია Harley-ზე. მოკლედ, აქ რაც შემიძლია თქვა არის ის, რომ აი ეს დეშბორდი ზოგადად რაც შექმნეს, Harley-ს უკვე რამდენიმე მოდელში გვხვდება მსგავსი ინსაიტით, მსგავსი შიგთავსით
და უკვე ნაცნობი არის hardlist-ებისთვის. და ძალიან მრავალფუნქციურიც არის. ნუ ბევრი იმუშავა ეს ამაზე, დახვეწეს მაქსიმალურად და მთელი ინფორმაცია რაც კი შეიძლება რომ ჩაიდოთ ამ ყველაფერში აი ამ პატარა მრგვალ დეშბორდში მოათავსეს. რა თქმა უნდა, ბევრი პრაქტიკული იქნებოდა დიდი მონიტორი, თუმცა სტილში ნამდვილად ჯდება, არაფერი მაქვს საუარყოფო აი ამ დეშბორდთან. ძალიან ლამაზი ციფერბლატი აქვს, სხვა შორის მოდები გვაქვს, ნახოთ თუ გამოიცვლება. ეს ოკეი, მოდი. Rain mode. ერთი წამი, ხო. გვაქვს 4 მოდი, მოკლედ. Sport mode, rain mode, standard mode და custom mode. 4 მოდი გვაქვს. ამ შემთხვევაში სპორტზე გვიყენია, ზოგადად ამ მოტოზე როცა ჯდები, იმდენი ღილაკი გხვდება ეგრევე თვალში, რომ ცოტა იბნევი რა. ჩემს Ford Transit-ს არ აქვს ამდენი ღილაკი, რაც ამ მოტოციკლს აქვს. ყველას რა თქმა უნდა შესაძლებელი დანიშნულება აქვს, ამ შემთხვევაში აქ გვაქვს Bluetooth-ით შეგვიძლია დაუკავშირდეთ ჩაფხუს და აქედან ვაკონტროლოთ უკვე ჩვენი აუდიო სისტემა. ნუ ეს ავარიული, აქ გვაქვს ნუ გამოთვა და აქ გვაქვს მოდები უკვე რომელ რეჟიმში გვინდა რომ ვატაროთ მოტოციკლი და ძირითადი ჩვენი სამუშაო დაფა არის მარცხენა მხარეს. ნუ ფარების შორი განათება და ახლო განათება აქ გვაქვს უკვე თვითონ რაც გვინდა რომ გამოვიტანოთ მაჩვენებელთა დაფაზე ინფორმაცია. ნუ ეს უკვე უბრალოდ სახლში დაბრუნება არის ამ მაჩვენებელთა დაფის პოზიციის. აქ გვაქვს გათბობა ხედის, აქ გვაქვს გულშოკის, აქ გვაქვს მაყუჩის ხმის გამოძლიერებლის ჩართვა. არის ეს ერთი, ეხლა ნახოთ. სხვაობა ნამდვილად არის. დიდი კუბატურა თავისას შვება, რა თქმა უნდა, თორკი კარგი აქვს. პლუსი შემიძლია თქვა ის, რომ პატარა წყვილის ამოგდების სტელობები აქვს. როცა ჩააჭერ ბოლომდე, მეორე სიჩქარეში კი. ეს ბევრად სასიამოვნო პოზიცია არის მაყუჩის, ცოტა მეტი სიმფონია აქვს. ჩვეულებრივ რეჟიმში, როცა არის მაყუჩი, ნამდვილად მაცივრის ხმა აქვს და აბსოლუტურად არაფერი სასიამოვნო აქედან არ იგრძნობა, თუმცა საერთო ჯამში რომ შევაფასო ორი სიტყვით, ჩემი შეხედულება დიდი ხანია Harley-ს გამჯდარ ვარ და ნუ ამას რაღაცა Harley-ს იმ სტანდარტებში, რაც Harley-ს აქვს, ვერ უშვალ რა. ცოტა უფრო სტრიტ ვერსია არის. ის არის ზუსტად მსგავსად. ბენზინის ცენტრი იდეალურად აქვს მორგებული ახალბედამძღოლებისთვის, ვისაც ახალი თავგადასავლების შეგრძნების სურვილი აქვს და გოგონებისთვის, რომლებსაც არც თუ ისე დიდი კუნთები აქვს. მოკლედ ამ მოტოციკლის მართვა შეგიძლიათ ყველას, ნებისმიერ მსურველს, ვინც კი სულ ოდნავ პრაქტიკას დააგროვებთ სადმე ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე და პირველ მოტოციკლად შემიძლია რომ თამამად გირჩიოთ არაფერი რაღაცა ვაიმე და სასწაული და რა არის ჩვეულებრივ rain mode-ზე დააყენებს ნებისმიერ მსურველი ამ მოტოციკლს და იკატავებს უსაფრთხოდ მაქსიმალურად სხვებთან შედარებით. შენიერია, ყველა გიცინის, ყველა ბედნიერია. მიყვარს ეს ქალაქი, ძალიან დადებითად განვეწყო ზოგადად პრაღისა და ჩეხეთის მიმართ. ორჯერ ვარ ნამყოფი ჩეხეთში და ორივეჯერ ყოველთვის ძალიან კარგი ემოციები მიკავშირდება ამ ქალაქთან, პრაღასთან ზოგადად. მოწესრიგებულები არიან, ძალიან ლამაზი აქაურობა, უვლიან, რაც მთავარია, თავიანთ ქალაქს და ქვეყანას. და ეს ყველაფერი იგრძნობა ყოველ მეტრში. მოძრაობის თვალსაზრისით, შედარებით მოწესრიგებული არის, რა თქმა უნდა, ვიდრე თბილისი არის, თუმცა
ცოტაოდენი ქაოსი აქაც შეინიშნება. ავტომოტოპარკსაც შეეხება, ავტოპარკის პლუსი ამ ქალაქში ის არის, რომ არ შეგხვდებათ ამ ქალაქში მოუწესრიგებელი მანქანა, ანუ შეიძლება ძველი იყოს წლოვანებით ავტომობილი, თუმცა მოუწესრიგებელი არავითარ შემთხვევაში. იგივე ითქმის მოტოციკლებზეც ნამდვილად კარგი მოტოპარკი აქვს, ახალი მოდელები უამრავი შენიშნე ქალაქში და უყვართ აშკარად მოტოკულტურა ზოგადად პრაღაში. არაფერი სიახლე მათთვის არ არის ეს მიმდინარეობა, აშკარად თავს კომფორტულად გრძნობენ რაიდერები, მოტოციკლის რაიდერები ამ ქალაქში. უსაფრთხოდ, რაც მთავარია და მანქანის მძღოლებიც ითვალისწინებენ მაქსიმალურად. ერთ-ერთი პლუსი კიდევ შემეძლია თქვა, რომ არ აქვს ისეთი ვიბრაცია, როგორც ჰარლებს ჩვევიათ. ჩვეულებრივად ვარ კომფორტულად შემეძლია თქვა, რომ ვარ მოყავათებული და კომფორტულად მართავ. არ გამოვდივარ ჩემი კომფორტის რეჟიმიდან. ჩვეულებრივ მდგომარეობაში შემეძლია ესე მართო მთელი დღე ეს მოტოციკლი ისე რომ არ მექნება დაღლის პრობლემა. სხვა ჰარლებსაც შეეხება, ნუ ეხლა მქონია ჰარლებთან შეხება, რომლებიც იმხელა ვიბრაციით გამოირჩევიან, რომ აი სურვილს კი არ მქონდა მეორეჯერ დაჯდომის. კარგი, სვეჭკა შეუძლია, მაგრამ სრულიად წველი ვარ ეს რა არის? და ისე გამომწყდეული და პატიმრებული შუქნიშანი. ცხვირის აწევას ცდილობს ხოლმე. ეხლა სადმე ჩამოჯდები და იქ გეტყვით დანარჩენს. მოკლედ დავასრულეთ დღევანდელი რაიდი პრაღის ქუჩებში ჰარლის ერთ-ერთი უმაგრესი მოდელით ბოლო 2025 წლის სპორტსტერ S-ით. კონკრეტულად ამ მოტოზე შემიძლია ის გითხრათ, რომ ძალიან ხულიგანი ბავშვივით ტიპი არის. ცდილობს რომ იყოს სტრიტის ყოფაქცევით, თუმცა მისი წონა რა თქმა უნდა ბევრი საშუალებას არ გვაძლევს. თუმცა პლუსად შემიძლია თქვა ის, რომ წონის მიუხედავად სიმძიმის ცენტრი იმდენად იდეალურად აქვს დაბალანსებული და მაქსიმალურად დაბლა დაწეული, რომ ნებისმიერი მსურველი, ვისაც კი აქამდე არანაირი გამოცდილება არ ქონია მოტოსამყაროში, შეუძლია პირველი ნაბიჯები ამ მოდელით გადადგას ძალიან მარტივად. ეს იმას არნიშნავს, რომ ამაზე ისწავლოს ტარება, რა თქმა უნდა, მანამდე რაღაცა უბრალოდ ბაზა უნდა ქონდეს რაღაცა ტარების და მაგის მერე შეუძლია პირველ მოტოციკლად იყიდოს ჩვეულებრივად ეს მოდელი. ძალიან კარგია, ვისაც ეს სტილი და ეს მიმდინარეობა მოსწონთ, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მე ვერ მოვიგე, რა თქმა უნდა და არ არის ზოგადად ჩემი მიმდინარეობა მსგავსი სტილი, თუმცა ქალაქში ძალიან გავერთე, კომფორტული იყო ძალიან, არ არის ჰარლის სხვა მოდელებივით ვიბრირებული და არ გიწევს თახთახი ესე როცა მოძრაობ. მინუსები ვთქვი კიდევაც ვიდეოში, რაც სხვა ჰარლებსაც ქონია, რაც პრაქტიკაში მქონია. ბაკიდან გამომავალი საწვავი, რომელიც სულ ჩემზე იყო აბსოლუტურად გადამოსხმული და მეგონა რომ აუფეთქდებოდი, იმიტომ რომ ბაკიდან პირდაპირ მაყუშზე ჩადიოდა ეს საწვავი და შესაბამისად ყოველ წამს ველოდებოდი რომ აალდებოდა ეს ყველაფერი და დამჭირდებოდა ჩაქრობა მერე. ხო, სარკეები იყო კიდე ერთ-ერთი ძალიან ცუდი მომენტი, საერთოდ არაფერ ფუნქციას არ ასრულებს ეგ სარკეები, მხოლოდ ვიზუალისთვის აყენია მოტოციკლზე. დანარჩენი რაღაცა ესეთი უარყოფითი დამოკიდებულება არ მქონია მაგ მოდელზე, იმიტომ რომ 1250 კუბური სანტიმეტრია და რა თქმა უნდა ველოდებოდი რომ თორკი ძალიან კარგი ექნებოდა. დგუში პორშენი ქართულად რაც არის მართლა ამ ხელა პორშენი აქვს და შესაბამისად ძალიან დიდი აქვს თორკი და ეს ყველაფერი იგრძნობოდა ნებისმიერ სიჩქარეში, მე-6 სიჩქარეშიც კი, როცა აქსელერატორის სიას მივცემთ მოტოციკლს, ჩვეულებრივად ჩქარდება და არ გვაქვს რაღაცა დისკომფორტი, რომ მძიმე მოტოციკლზე ვზივართ.
ამის პლუსი რა თქმა უნდა Harley-ს და მოკლედ ვისაც გააქვთ შესაბამისი ბიუჯეტი და გსურთ ამ კლასის მოტოციკლის შეძენა, გირჩევთ 100%-ით შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩემს გემოვნებას რა თქმა უნდა ვერ აკმაყოფილებს, თუმცა ამათ გონიათ რომ ძალიან ბედნიერი ვარ რომ Harley-ით ვიკატავე, მაგრამ ერთ-ერთი რაც მინდა აღვნიშნო არის ის რომ ზოგადად ყველა Harley-ს ცენტრი, შოურუმი სადაც კი ყოფილ ვარ თუ რაიმე შეკრება, რაიმე ივენთი სადაც კი ყოფილ Harley-ს, ყველა ძალიან დადებითად არის განწყობილი, ყველა ცდილობს რომ საკუთარ ოჯახში შემოგიპატიჟოს და მათიანი გაგხადოს რა. ნებისმიერ საკითხში ეს ყველაფერი შეიმჩნევა, როგორც საუბარში, ქცევაში, შენთან ურთიერთობაში და ასე ყველაფერში აბსოლუტურად ცდილობენ რომ მაქსიმალურად დადებითი აურა წარმოვიდეს იქ ყოფი სიტუაციიდან რა. ზოგადად Harley-ის ძალიან დიდი ოჯახი არის ეს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ლოკაციაზე სადაც არ უნდა აიღო, არ არსებობს რომ ერთი Harley ყავდეს ვინმე ადამიანს და არ იცნობდეს და არ მეგობრობდეს სხვა Harley-ს რაიდერებთან. მოკლედ ძალიან დიდი რესპექტი ჩემგან ზოგადად Harley-ს მძღოლებსაც და აი ამ кейსის ესე მაგრად შეფუთვისთვისაც, იმიტომ რომ მართლა ძალიან ესე სათუთად უდგებიან და ძალიან ბევრ ენთუზიაზმს დებენ ამ დიდი ოჯახის კიდევ უფრო გადიდებაში. კაი, დღევანდელი რაიდი მოკლედ პრაღის ქუჩებში Harley-Davidson-ი დავასრულეთ. საქართველოში მინდა მოვიკითხო Harley-სტები, ნუ Invictus-ი მახსენდება პირველი Harley-ზე ყოველთვის და Invictus-ში ბევრი მეგობარი მყავს და დიდი მოკითხვა აქედან მათ, ასევე Billy მახსენდება, რომელიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით ცდილობს რომ ზოგადად კრუიზერების კულტურა ძალიან განავითაროს საქართველოში და ხელი შეუწყოს. რესპექტ ბიჭებო ამ ყველაფრისთვის, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა შეგვიძლია უკვე გზა გავაგრძელოთ სხვა ქვეყნისკენ წინ უამრავი ქვეყანა გველოდება ამ ევროტურში გასავლელად. ამ ევროტურისთვის რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მეგობარ კომპანიებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ. პირველ რიგში ჩვენს გენერალურ სპონსორს Leader Sports. ასევე უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო Teget Motors, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელი არის Motul-ის და Motul-ის სტაფს, რომლებმაც ძალიან ბევრი იწვალეს იმისთვის, რომ ჩვენ ეს ყველაფერი რაც წინ გელოდებათ ეს ყველაფერი გადაგვეღო და გაგვიარა. და ძალიან დიდი მადლობა ასევე Mobinex იმისთვის რომ უწყვეტი ინტერნეტი გვაქვს ნებისმიერ ლოკაციაზე, ნებისმიერ ქვეყანაში 1 მეტრიც კი არ ყოფილა მსგავსი, სადაც არ გვექნებოდა ინტერნეტი. და ასევე ჩვენს ახალ მეგობარ კომპანიას Snex, რომელმაც გაგვიხალისა ჩვენი მოგზაურობა და არც ერთი წუთით არ ვართ მშივრები მათი წყალობით. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო თქვენ და რაც მთავარია, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ის რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ეგ გვაძლევს მოტივაციას ვაკეთოთ მსგავსი სიგიჟეები, წინ გელოდებათ ძალიან ბევრი თავგადასავალი და ამ ყველაფრისთვის უბრალოდ საჭირო არის ის რომ დაასაბსკრაიბოთ ეს არხი. მადლობა და შევხვდებით სხვა ქვეყანაში.